მიხეილ ყაველაშვილმა შემახსენა, რომ ქრისტიანული საქართველო ევროკავშირზე გაცილებით დიდი ხანი არსებობს და ევროკავშირის შემდეგაც კიდევ დიდხანს იარსებებს. საქართველოს პრეზიდენტის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლას გამოცემა Responsible Statecraft-ი აფასებს. გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ პრეზიდენტთან ინტერვიუ ჩაწერა. მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ქართულ პოლიტიკაში საღი აზრის დაბრუნება და ქართული პოლიტიკის რეალურ ეროვნულ ინტერესებზე მორგება სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. სტატიის ავტორი კი აღნიშნავს, რომ ივანიშვილს მტრები ყოველთვის მოსკოვის აგენტობაში ადანაშაულებდნენ, თუმცა ამის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები არასდროს წარმოუდგენიათ. გამოცემა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდსაც იხსენებს და მას ავტორიტარულ რეჟიმად მოიხსენიებს. ევროკავშირი საქართველოსგან მოელის რადიკალურ ცვლილებებს, რათა ევროკავშირს მოერგოს. საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირისგან მოელის რადიკალურ ცვლილებებს, რათა საქართველოს მოერგოს. ეს უკანასკნელი შესაძლოა აბსურდულ მისწრაფებად მოგეჩვენოთ. მხარეთა შედარებითი ზომის გათვალისწინებით, ევროკომისიის მიერ რა თქმა უნდა ამგვარად იქნება განხილული, მაგრამ როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შეახსენა გასულ კვირას ნიუ-იორკში, ქრისტიანული საქართველო ევროკავშირზე გაცილებით დიდი ხანი არსებობს. თითქმის 1700 წლით მეტი და დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის შემდეგაც კიდევ დიდხანს იარსებებს. ბატონ ივანიშვილს მტრები ყოველთვის მოსკოვის აგენტობაში ადანაშაულებდნენ, თუმცა ამის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება არასდროს წარმოუდგენიათ. თუმცა უდავოა ის ფაქტი, რომ ბატონ ივანიშვილის უზარმაზარი სიმდიდრე, პოლიტიკური გავლენები, ფართომასშტაბიანი საქველმოქმედო საქმიანობა და პირადი პრესტიჟი იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის პრემიერ-მინისტრი მხოლოდ 2012-2013 წლებში იყო, იგი კვლავ რჩება ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარედ და დომინანტურ ფიგურად. პრეზიდენტ ყაველაშვილის თქმით, სწორედ მისი დამსახურებაა ქართულ პოლიტიკურ ველზე საღი აზრის დაბრუნება და ქართული პოლიტიკის ჩვენს რეალურ ეროვნულ ინტერესებზე მორგება. მისნაირი პიროვნებების რიცხვი საქართველოს ისტორიაში თითზე ჩამოსათვლელია. ის ჩვენი ერის სამაგალითო პიროვნებაა.